ორი წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივ მთავრობასთან ერთად 2022-23 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე მერმა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე და მუნიციპალურ სერვისებზეც ისაუბრა. რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს წლევანდელ წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით გაზრდილი სასტარტო ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა. ღონისძიება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. დღეს გუნდმა წარმოვადგინეთ 2 წლის ანგარიში და წარმოვადგინეთ ის პროექტები, რომელიც განვახორციელეთ, ასევე ის სერვისები, რომლის გაუმჯობესებაც ამ 2 წლის განმავლობაში მოხდა, აუცილებელია ხანდახან გავაკეთოთ შეჯამება, ანალიზი, რა პროცესი გამოვიარეთ, რომ კიდევ უფრო მეტი мотиваცია გქონდეს მომდევნო წლებში, კიდევ უფრო აქტიურად დავიგეგმოთ ის პროექტები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქის ევროპულ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. რუსთავის მერიის ადმინისტრაცია და თავად ნინო ლაცაბიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მერი, ვინც კი აი ამ ახალ პლიადაში მერების გვინახავს. მას ნამდვილად აქვს უნარი, რომ ყველა სიახლე, რასაც ასე ვთქვათ, დაინახავს, რომ პოზიტივი მოაქვს, სხვაგან წამოიღოს და დანერგოს თავის ქალაქის განვითარებისთვის ამ ქალაქში. თვითონ რუსთაველებმა ძალიან კარგად იციან, რომ შეადარონ პერიოდი რამდენიმე წლით ადრე და დღევანდელი მოცემულობა რუსთავში არის კარდინალურად განსხვავებული. კეთდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა მიმართულებით არის აბსოლუტურად პროგრესი და ის, რაზეც ქალბატონი ნინო და სხვა გამოსვლები დღეს საუბრობდნენ, არის სრული ჭეშმარიტება.